გაიცა. ხო, ლაივში ვართ უკვე, მოგესალმებით. დღეს გვაქვს ჰეგელის სისტემის განხილვა, გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი. და მე და მარიამი განვიხილავთ გონის ფილოსოფიიდან ანთროპოლოგიას. ანუ ადამიანის შესახებ მეცნიერებას. დღეს არის მეორე შეხვედრა, ხო? და ჩვენ გქონდა ასევე ტექსტებიც ასაკითხად ანთროპოლოგიის ნაწილში. და მარი, ესე იგი შენ ადრე ჰეგელის ტექსტები გიცდია, ხო? და აი რო შევადაროთ სირთულის მიხედვით ეს ასაკითხად ანთროპოლოგია დასაწყებად შენი აზრით კარგი არის თუ ესეც რთული არის? გამარჯობა, მოგესალმებით. ჩემი აზრით ეს ბევრად უფრო მარტივი არის იმასთან შედარებით, რაც ადრე გვიცდია, ზუსტად არ მახსოვს ადრე რა გვიცდია, მაგრამ ლოგიკის მეცნიერება ნახდას. ასი ხო, რაღაც ესეთი მყოფი და ასე შემდეგ ეს კატეგორიები მახსოვს ბუნდოვნა და ეს არის, ანუ ჩემთვის საინტერესო საკმაოდ და თან წასაკითხად უფრო ისეთი არის. კი მჭირდება რომ რაღაც საკითხებს და რაღაც აბზაცებს ორჯერ მიუბრუნდე რომ უკეთ გავიგო მაგალითად, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნო არის და ბევრად უფრო საინტერესო. იმიტომ რომ ისეთი მრავალფეროვანი არის, ჯერ ცოტა წავიკითხე, მაგრამ მაინც ძალიან მრავალმხრივ არის განხილული ის რაც არის განხილული და ძალიან საინტერესო. სხვადასხვა ეხა უნივერსიტეტში მაქვს თემა ონტოლოგია და მან ონტოლოგიაში ავირჩიე ჰეგელი, მე ჰეგელის კრიტიკა და ეხლა დღეს უნდა დავწერო დაცვა. და ანუ რას ედავებიან ჰეგელს, ანუ ჰაიდეგერისეული კრიტიკა და ანუ სხვაებიც აკრიტიკებენ, რომ ჰეგელის სისტემა არის ცდილობა რომ სამყარო მოაქციოს ლოგიკურ კატეგორიებში, რომ გასაგები გახადოს რა. და კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ჰეგელის სისტემას ხელიდან უსხლტება რეალობა, იმიტომ რომ ცდილობს რომ დაიმორჩილოს და დაუქვემდებაროს ლოგიკას. ხო, აი ესეთი მაგალითი რო ავიღოთ, რომ თქვათ, აი რაღაცას უყურებ, აი მწვანე ფერი, ხო, მაგრამ რეალობაში ეს მწვანე ფერი ძალიან განსხვავებული მწვანე არის. და ჩვენ რაღაც ერთგვაროვნად აღვნიშნავთ რა. და იკარგება იმის, ასე ვთქვათ, ნიუანსობრივი რაღაცნაირად, ანუ გამოცდილება რა. და ეს ზოგადად ფუნდამენტური პრობლემატიკა არის, ანუ შემეცნების თვალსაზრისით რა. ანუ ჰეგელი ცდილობს კატეგორიებში მოაქციოს სამყარო ესე. ხო, ანუ მაგრამ ხო ბევრი კატეგორია აქვს დარწმუნებული. ძალიან კატეგორიები ბევრი არის, მაგრამ იცი რა არის, რომ ანუ ერთ-ერთი რასაც ვფიქრობ, რომ დავწერო, ანუ დაცვაზე ის არის, რომ ის კი არა, რომ ჰეგელი ცდილობს, რომ კატეგორიებში მოაქციოს სამყარო, არამედ ადამიანის აღქმა ფუნქციონირებს ესე, რომ შენ რომ რაღაცა გაიგო, რაღაცა სახელი უნდა დაარქვა და რაღაც ორგანიზება უნდა გაუკეთო. სხვანაირად ის შეიძლება განცდილი იყოს, მაგრამ შემეცნებული ვერ იქნება, ხო? ანუ შემეცნება, ანუ როგორი პროცესი არის, რომ შენთვის რაღაც ნაცნობი უნდა გახდეს. და თუ ყველაფერი რაღაცა შეუფასებელი და უნიკალური არის, ხო? მაშინ რაღაცნაირად ვერ გექნება სტრუქტურირებულად გაგებული, ორგანიზებულად გაგებული ვერ გექნება, ხო? აი მე რო დავინახე რაღაცა, ეს უნიკალური გამოცდილება არის, ხო? ანუ ეს ამას ვერავის გამოცდილებას ვერ შეადარებ. მაგრამ თუ მინდა რომ შევიცნო, ესე იგი წარმოიდგინე ის რომ დავინახე იმან უკვე ჩაიარა, ხო? მერე ამან რაღაც კვალი ხო დატოვა ჩემში, ესე იგი რაღაც სტრუქტურაში მაინც უნდა მოვაქციო, ხო? სხვანაირად ხო, თუ ის შეუდარებელია, მაშინ ანუ პროცესი თვითონ აზრს კარგავს, შემეცნების პროცესი რა. ანუ შეუდარებელი, ანუ რამესთან შეფერდება რო არ შეიძლებადეს ეგეთი? ხო, ანუ ესე იგი თუ რამეს ან სახელი არ დაარქვი, ან მაგალითად კარგია, ცუდია, მწვანეა, წითელია, ესეთია, ისეთია, რაღაცა ფორმა ხო უნდა მიანიჭოს შენმა ცნობიერებამ, რომ შენთვის ნაცნობად აქციოს. აი ნაცნობად ქცევა, ანუ შემეცნება თვითონ ესეც დამაფიქრებელი არის, რომ რას ნიშნავს შემეცნება, ხო? თვითონ
ქართულად სიტყვა ცნებასთან არის რა დაკავშირებული რა ცნება არის რაღაცა უნივერსალური საზომი რომ შენ რო უკვე იცი რა არის დაუშვათ ცხენი რო დაინახავ ამას აი ეს ცხენი არის ანუ გაქვს რაღაც წარმოდგენა ამაზე და თუ არა გაქვს და დაუშვათ ესე დაინახე ანუ არ იცი რა არის ცხენი და დაინახე ცხენი ხო რა რეაქცია გექნება ანუ ხო იწყებ შემეცნებას ან შენთვის მანამდე უკვე ნაცნობ კომპონენტებად დაშლი რო თქვა თუ ეს ცხენი დაუშვათ შავი ცხენი არის ან თქვა ყავისფერი არის ფერები ხომ მაინც იცი ანუ ფერებში ხომ მაინც მოაქცევ ან ამ მსგავსი მაინც გინახავს და იტყვი რა რაღაც ძაღლის მსგავსი ანუ რაღაც ასოციაციო ხო ან მაგალითად იმაში ანუ ცხენში იმას ხომ მაინც დაინახავ რომ ცოცხალია თუ არა ანუ მაგ დაყოფას ხომ მაინც გააკეთებ რა რეალურად ანუ რაღაცა რანჟირებას ხო გააკეთებ და ეს კრიტიკა თვითონ ეხლა დღესაც რო გადავხედე ხო ჰეგელი როგორც წერს ჰეგელი იმას კი არ წერს აი მე მინდა რომ დავუშვათ ლოგიკურად ხედავდეთ რაღაცეებს არამედ შენ დაუნებურად რაღაცნაირად ალაგებ თვითონ ანუ ამ რაღაც აღქმის კომპონენტებს და თვითონ მნიშვნელოვანი არის რა თვითონ პლატონსაც ეგრე აქვს რომ ფილოსოფოსი არის ის ადამიანი რომელსაც შეუძლია ყველაფრის სახეობებად და გვარებად დაყოფა ანუ ესე იგი სახეობად ხო სახეობად რა ანუ ესე იგი თქვათ ცხენი თქვათ მისი გვარი არის გვარეობა არის ცოცხალი არსება არის ცოცხალი არსების ერთ-ერთი სახეობა თქვათ არის ცხენი ხო ესე იგი მისი რაღაც არსებითი ნაწილი რო შეიცნო და აი ესე წარმოიდგინე რომ ყველაფერი რაღაცნაირად შემეცნების კუთხით არის სტრუქტურირებული რა ანუ მაგალითად ხო ცოცხალი სახეობა არის თქვა ცხენიც, ძაღლიც, თქვა ადამიანიც, ანუ ეს კატეგორიები ამ კატეგორიათ არის თქვა ესე დაყოფილი და მე რო დავზუმოთ ან რო წარმოვიდგინოთ რომ თქვა ადამიანი ცალკე რო გამოვყოთ ანუ რაღაცა თვისებით რო განვასხვაოთ თქვა ცხოველისგან და შემდგომ უკვე რო გავაკეთოთ მისი სტრუქტურიზაცია რა ადამიანის სტრუქტურიზაცია რაღაცეებში ხო ემთხვევა თქვა ადამიანის ცხოველის სახეობა არის ხო რაღაცა განსხვავებული აქვს ისეთი სპეციფიკური რასაც ჩვენ ანუ გონების ან უფრო სულის ან გონის სფეროს უწოდებთ და ჩვენ ანუ ჰეგელის აზრით ანუ შემეცნება ნიშნავს შემეცნების სისტემის შემეცნებას უპირველეს ყოვლის ანუ როგორ შევიმეცნებთ თვითონ აი სტრუქტურა როგორი არის ასე ვთქვათ შაბლონი ანუ შემეცნების რა და მაგით აი სლაიდზე რო ესავქნათ მაგალითად ვაჩვენოთ ჰეგელის სისტემა არის ესეთი დაყოფა ხო ანუ აქედან მე ვერ ხედავ მაგრამ არის ერთი არის ბუნება აი სამკუთხედები რო არის წითელის ხო სისტემა და ხო ცენტრში არის უნივერსი ანუ მთლიანად ყველაფერი ანუ უნივერსი ან სამყარო რომლის ირგვლივაც არის სამი სამკუთხედი ერთი არის ლოგიკა ერთი სამკუთხედი არის ლოგიკა ხო მეორე არის ხო სპირიტ ან სული ან გონი ესე ხო და ბუნება აი ეს სამი დაყოფა არის პრინციპში ეს არ არის მარტო ანუ ჰეგელისეული დაყოფა ანუ ბერძნებსაც გონდათ რომ ანუ მთლიანობაში რაღაცა შემეცნება შესაძლებელი არის ან თვითონ შემეცნების ინსტრუმენტის ანუ ასე ვთქვათ შეხოთ ლოგიკის ან ლოგიკაც ხო შეგიძლია შეიმეცნო ანუ ის რა აპარატითაც შეიმეცნებ ამ აპარატს შეიმეცნებ ან როგორ ავართ მოწყობილი ასე ვთქვათ რა შინაგანი აზროვნების თვალსაზრისით რომ ახო ლოგიკაში მათ შორის გულისხმობ რომ აი მიზეზ შედეგობრიობა აი ცალკე ადამიანი შეიძლება ადგეს და დაიწყოს ფიქრი მიზეზ შედეგობრიობაზე რომ რამდენნაირი მიზეზ შედეგობრიობა შეიძლება არსებობდეს ხო და ამ შემთხვევაში მე შევიმეცნებ თვითონ ლოგიკურ კატეგორიებს რა ან მაგალითად რომ შევიმეცნო რა არის მსჯელობა შევიმეცნო რა არის თქვა დასკვნა ან შევიმეცნო დაუშვათ რა არის თქვა იდეა ან რა არის ცნება ან დაუშვათ თვითონ აი ძალიან
მარტივი რაღაცები რა არის ერთი ან სიმრავლე რა არის. ეს ხო რამე კონკრეტული არ არის, რომ აი აგერ დავუშვათ სადღაც მიდიოდა მიზეს შედეგობრიობა, ჩაიარა დავუშვათ ავტობუსები თუ ჩანს ჩვენ ფონზე არ ვიცი, ხო? ანუ ერთი ვიცი რომ ანუ უნივერსიტეტში დადის 311 და 351, ხო? ხო, ანუ ეს უკვე ისეთი რაღაც არის, რაც უკვე დროსა და სივრცეში არის და რაზეც შეგვიძლია რომ თქვა ემპირიული დაკვირვება აწარმოო, ხო? ესე იგი გარდა იმისა, რომ შეიძლება შემეცნება თვითონ შემეცნების აპარატის, ანუ ლოგიკის, ასევე შეიძლება დაკვირვება, ანუ ბუნებაზე დაკვირვება და ბუნების შემეცნება რა. ანთროპოლოგია, ანუ ეხლა ეს ნაწილი, ბუნების თუ რა? არა, სულის, ხო, ანთროპოლოგია ხო. ხო, ანუ ბუნება საიდან სანამდე არის? ანუ ბუნება იწყება დრო და სივრცეთი. ანუ ჰეგელი როცა ბუნების ფილოსოფიაზე როცა საუბრობს, ყველაზე აბსტრაქტული, ანუ მიზეს შედეგობრიობა ხო აბსტრაქცია არის, ანუ აზრი არის, ასე ვთქვათ, რა აზრის სფერო არის და უკვე დრო და სივრცე არის პირობა არის, რომ რაღაცა არსებობდეს, რისი დადგენა შეგიძლია ემპირიულად. და განიხილავს, ასე ვთქვათ, რა არის დრო და სივრცე, მატერია. დრო, სივრცე, მატერია, ანუ ეს კოსმიური წესრიგი, ანუ პლანეტარული წესრიგით, ასე ვთქვათ, მექანიკა როგორ მოძრაობს პლანეტები, ვთქვათ, კომეტები, ვთქვათ, თანამგზავრი და ასე შემდეგ. ანუ ეს რაც წმინდა ციური მექანიკის სფერო არის და მე რა თქმა უნდა ქიმიის სფერო, ვთქვათ, ფიზიკა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამას თვითონ ფიზიკას კი არ განიხილავს, ანუ სახელმძღვანელოში რაც ფიზიკა არის, ანუ ფიზიკის ფილოსოფიას. ანუ მაგალითად თვითონ დრო რა არის? დრო რა არის, ვთქვათ, მოძრაობა რა არის? დაუშვათ, ან ფიზიკის საგანი რა არის, რომ ეს რო გაიაზროს ადამიანმა და მერე ბუნების ფილოსოფიაში რა თქმა უნდა შედის ასევე არაორგანული ბუნება და ორგანული ბუნება, ანუ შედის ჩვეულებრივ მცენარეები, ცხოველები და ასე შემდეგ და იქ უკვე სადაც თავდება ბუნება, იქ იწყება ადამიანი. ანუ ადამიანში იგულისხმება, როცა მას აქვს, კანცა აქვს, რითგან სხვადასხვა ბუნებრივი, მგონი, კულტურულისგან რა. ნატურალური, კულტურული, ის რაც ადამიანის შექმნილი არის, ანუ კულტურა არის. ანუ რაც ადამიანის ასე ვთქვათ, გონების შექმნილი არის რა. რითაც ასე ვთქვათ, ბუნებას იმორჩილებს. და ჩვენი ანუ სფეროც არის დღეს, რაზეც მუშაობთ, ეს არის სულის, ანუ გონის სფერო, რაც შედგება სამი ნაწილისგან, ეს არის სუბიექტური გონი, ანუ სუბიექტური სული, ობიექტური სული და აბსოლუტური სული. ანუ სუბიექტურ სულში თუ გახსოვს რა შედის, ანუ ჩვენითიც დავიწყეთ, ხო, ანუ სუბიექტის ფორმირება ხდება ხო, ანუ ანთროპოლოგიით რა. ანთროპოლოგია არის ადამიანის მეცნიერება, რომელიც სწავლობს უპირველესად ადამიანზე პლანეტის გავლენას, ან მაგალითად ადამიანზე დაუშვათ კლიმატის გავლენას და ყველანაირი გარეგანი თუ სოციალური გავლენები, მათ შორის რაღაცა და გენია იყო ნახსენები, ხასიათზეც იყო საუბარი და ტემპერამენტზეც, ანუ ამ რაღაც ამ სამი რაღაც. მე მგონი შემდეგ სლაიდზე გვაქვს აი ეგ დაყოფა. ხო, ეს არის უკვე გონის ფილოსოფია, ანუ spirit, ანუ ქართულად ხან გონად თარგმნიან, ხან როგორც სულად თარგმნიან და ამიტომ ჩვენ მოდი შევთანხმდეთ, რომ spirit თარგმნით როგორც გონს და იყოს საუბრობთ ესე, რომ სულ არ ვიმეოროთ. ხო, მაგრამ ანუ სულიც რომ მოვიაზროთ. ხო, რა, იმიტომ რომ თუ ეგრე თარგმნი, მე უკვე სულში გონში უფრო მაღალ ინსტანციას გულისხმობს რა ჰეგელი. ანუ spirit-ში, ვიდრე გერმანულად ზეელეში. ან გაისტი და ზეელე არის და ხო, ესე იგი, შემდეგი სლაიდი. ხო, აი სუბიექტურ გონში ან შედის ანთროპოლოგია, ფენომენოლოგია და ფსიქოლოგია. შემდეგი სლაიდიც ისე ვქნათ, ხო, ანთროპოლოგიაში შედის ბუნებითი სული,
გრძნობელი სული და ნამდვილი სული. ხო ეს რას ნიშნავს? მარტივად რომ ბუნებითი სული ნიშნავს ცოცხალ ორგანიზმს, ადამიანი მაგალითად, რომელიც თუნდაც დედის მუცელში არის და მასზე პირდაპირ ხდება გავლენა. ის იკვებება პირდაპირ, მიერთებული არის სუნთქვის ხრივაც და სისხლის მიმოქცევის ხრივაც პირდაპირ და ამიტომ ეს არის ბუნებრივი სული, ასე ვთქვათ რა. და სცენარეს ადარებს ხო რაღაცა, რომ ერთიანი სისტემით შეიწოვს, ასე ვთქვათ, საკვებს და ყველაფერს, განცალკევებული არც სუნთქვა აქვს, არც კვება და არაფერი, რაც ეგეთი ის მახსოვს. ხო. და შემდეგი არის, ისევ წინა სლაიდზე, გრძნობელი სული, გრძნობელობაში უკვე რა იგულისხმება, ნახეთ ლოგიკურად რო დავფიქრდეთ. გრძნობელობაში იგულისხმება უკვე რაღაც მე და სხვა. ოღონდ ეს ისეთი მე და სხვა არის, რომელიც არ არის გაცნობიერებული. შეიძლება გთქიოდეს, მაგრამ ბავშვს არ ქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს ვთქვათ რაღაცა აქ მე ვარ და აქ არის რაღაც სხვა. ეს გაყოფა, რომ მე აქ მთავრდები და აქ იწყება რაღაცა სხვა რაღაცა. და თვითონ გრძნობელობის განვითარებასთან ერთად თვითონ ნამდვილ სულში იგულისხმება, სული, ესე იგი, რომელმაც დაიმორჩილა სხეული. შეუძლია, რომ თავისი თავი ადეკვატურად გამოხატოს რა. უკვე თქვა ჟესტებით, მიმიკებით, მანერებით და რაც თავარია მეტყველებით. მეტყველება არის საკუთარი თავის ხო გონის ნაწილი თუ ამ შემთხვევაში ნამდვილი სულის ნაწილი არის, რომ თვითონ მეტყველების არა ფილოსოფიური გააზრება, რომ თქვა მეტყველება და ენა შეიძლება თქვა დავშალოთ, რომ იქ ლოგიკურად როგორ არის წინადადებები აწყობილი. მაგაგებით კი არა, არამედ იმ გაგებით, რომ მეტყველება როგორც რეპრეზენტაცია საკუთარი თავის. სხვადასხვა ეხლა რაღაც ერთ წიგნს ვკითხულობ რა, ამას ქვია გონება, რას ნიშნავს გონება ტანტრულ ტრადიციაში რა. ძალიან საინტერესო წიგნი არის და მან არის განხილული ასევე არა მარტო ტანტრულ ტრადიციაში, არამედ ბუდიზმში რას ნიშნავს გონება. წინა ლექციაზეც ხო ვისაუბრეთ, რომ ეს თარგმანში რაღაცნაირად იკარგება ხოლმე, რომ შეიძლება ვერბალიზაციის დროს რო ცნებები. ხო, თვითონ ვინ რას უწოდებს, გონებას, ეგ განსხვავებულ კულტურაში შეიძლება სხვადასხვა გაგება არსებობდეს, რა არის გონება რა თვითონ. და ესეც არის, რომ მაგალითად ევროპულ გაგებაშიც რაღაც ერთი გაგება იყოს რა, რო თქვა რომ მითხარი რა არის გონება და ყველა ამაზე შეთანხმებული იყოს. ესეც ხო არ არის, შეიძლება იყოს სხვადასხვა განმარტებები რა გონებაზე. ავტორს გააჩნია და ეს იყო დასაწყისში სტატია იყო და მერე წიგნის სახით გამოიცა. საკმაოდ ძვირი, $150 თუ რაღაც ხირს რა. ხო და მანამდე იყო ეგეთი წიგნი, ეგეთივე სტატია იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ბუდიზმში რას ნიშნავს გონება. და მე იმ სტატიაზეც ასევე წიგნი გამოიცა. ხო და აქ საინტერესო რა არის, მე რაც მომეწონა, რომ ვედურ ტრადიციაში გონება არის სიმბოლო მსხვერპლის. გონება არის მსხვერპლშეწირვა და არის ღმერთების თვისება. და ანტიღმერთების თვისება არის მეტყველება. რაღაცნაირად რეპრეზენტაცია და გამოხატვა რა. ეგ ცალკე თემა არის, მაგაზე ვფიქრობ, ეგ კომენტარების სახით იოგა სუტრას დაურთო, ესეთი გაგება, რომ რაღაცნაირად ის რიტუალების აზრიც რაღაც ის არის, რომ რაღაცა შენზე მეტს, შენ რაღაცა გაიღო, როგორც ასეთი და დაუახლოვდე თვითონ გახდე რაღაც ღვთაებრივი ბუნების. ხო და აქ ნამდვილი სულის თემას რო დაუბრუნდეთ, ხო, მეტყველების უკვე დამორჩილება, დაქვემდებარება არის, ადამიანს ეუბნება, რომ ჩაი მინდა, თქვა წყალი მინდა თუ რაღაცას აგებინებ რა, გამოხატავ და სხვა შემთხვევაში, მანამდე ესე რომ წარმოვიდგინოთ, აქ ბუნებითი სულიში იგულისხმება ის დაქვემდებარება. ჩვენ გვაქვს გავლენა კლიმატის, გვაქვს გავლენა გეოგრაფიის, გვაქვს ყველაფრის გავლენა, ეს გენეტიკა არის, ეს არის კულტურული გავლენა არის, ეს არის ასევე ხო ასაკი და
ყველანაირი, ასე ვთქვათ, გავლენებით და მათ შორის ჩვენი ინდივიდუალური თვისებები რა. აი ინდივიდუალური თვისებები არის ის რითაც ადამიანის ბუნებითი სული სრულდება, ასე ვთქვათ რა. ჩვენ გვაქვს რაღაც თანდაყოლილი, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია, ასე ვთქვათ და მოგვენიჭა, მაგრამ ანუ უკვე სულობა არის დაქვემდებარებისკენ. ჩვენ თუ გინდა ან მონიშნულები რო გაქვს თუ გინდა რა ვიცი და შემდეგ სლაიდიც ნახოთ. ძირითადად რაღაც ისეთები მაქვს. მონიშნული რაც ხო, ეს არის ბუნებითი სულის სტრუქტურა რა. პირველ რიგში პლანეტა ახდენს გავლენას, ხო, თვითონ დედამიწა როგორც ასეთი რასები და ერები, თუმცა რაღაცა გეოგრაფიული და კულტურული მაჩვენებლები და ინდივიდუალიზმი, რაშიც შედის უკვე ეს ამაში შედის, ხო, ინდივიდუალიზმში შედის. ბუნებრივი მონაცემები, ის ნიჭი და გენია, ტემპერამენტი და ხასიათი. ხასიათის ნაწილში, ანუ CGUT-ზე იყო ძალიან საინტერესო. ანუ CGUT-ზე ეწერა, რომ ხასიათის პაროდია არის და ძალიან მომეწონა ეგ, ანუ რაღაც ხო, ხასიათს ჰეგელი უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ტემპერამენტს. ტემპერამენტზე ამბობს, რომ შეიძლება ერთმანეთში ანუ კი არის რაღაც მოცემული 4 ტემპერამენტი, რაც აქამდე არის ნამუშევარია, მაგრამ შეიძლება ისინი ხასიათის გავლენით ერთმანეთში გადავიდეს და გადმოვიდესო. და ანუ გარკვეულწილად ის თანდაყოლილი ნიჭი და გენიაც განსაზღვრავს, ანუ ეს ტემპერამენტს ესე აღწერს როგორც რაღაც უფრო ანუ ანუ ერთმანეთში გარდამავალს და ხასიათი უფრო მყარია და რაღაც ანუ საქმის და მიზნისკენ სulis როგორი ენერგია აქვს ადამიანს, ეგ არის ხასიათის, ანუ ეგ არის ხასიათიოთ რაღაც გავსი უწერია. კიდე რას ამბობს იცი ხასიათზე, რომ ანუ ტემპერამენტი დღეს აღარ არის აქტუალური, ანუ ცივილიზებულ საზოგადოებაში. ანუ ამის აზრი რა არის, რომ შენ დაამარცხებ, ასე ვთქვათ, ამ გავლენას ან შეასუსტებ, თუ ანუ იქნები ცივილიზაციაში რა, მაგალითად თუ ადამიანს ვთქვათ არ ქონდა გათბობა სადღაც და მთელი დღე ანუ ამ რაღაცა შეშის მოგროვებაზე ორიენტირებული არის და რაღაცა მაგას მთელი ცხოვრება მაგაზე მისდის დრო, მაგაზე ეფლანგება, ის ვეღარ ვითარდება, ხო? პირადი განვითარებისთვის დრო როგორ უნდა ესაკნოს. შენ თუ მაგალითად იმის დრო არა გაქვს, ან მუსიკას მოусმინო, ან წიგნი წაიკითხო, ან კინოს უყურო, ან იმოგზაურო, ხო? ანუ ცხოვრება რაში უნდა გავიდეს? რაღაცა შემეცნებითი აქტი როგა შეიძლება ანუ ღირებულება კონდეს რომ ადამიანი მსახური იყოს თქვათ თავისი ოჯახის ქვეყნის და უშუალოდ რაღაც ამაში იპოვოს რაღაცა საზრისი რა მაგრამ მაგაშიც ანუ ცდელობა რა არის ანუ თუნდაც ოჯახს ემსახურებოდეთ თუნდაც ქვეყანას რომ ეს პირობები კონდეს ქვეყანას კონდეს ეგეთი პირობები რომ ადამიანმა გონებრივად მუშაობის განაწილებაც და თქვათ ხელფასის და ესეც ყველაფერი გონებრიობას და სამართლიანობას უნდა ექვემდებარებოდეს რომ შენ ამან მოგცეს პირობები რომ მერე განვითარდე რა ხო წარმოიდგინე რა კატასტროფა იქნებოდა ანუ ამის გარეშე ანუ მთელი ცხოვრება ანუ ატარებ რაღაცა დაკარგული დრო მართლა რასაც ქვია რა რუსეთის არ იყოს ხო და აი თვითონ ტემპერამენტი რო შემოდის თქვა ცივილიზაცია პირობები და მათ შორის ეს ტემპერამენტი რომ მე ესეთი ვარ მელანქოლიკი ვარ ესეთი ვარ ისეთი ვარ და რაღაცა ხო ეს 4 ტემპერამენტი რაც ჯერთი ეს ძალიან 100%-იანი არც არავინ არ არის რომ მაგ ყველა რაღაცა ხო არის მოცემული ინდივიდში ეგრე უწერია და ასევე დაუშვათ მაგალითად აი როგორც აი ჭყალებში ანუ არ არსებობს მაგრამ პირობითად რო დავყოთ რაღაც ზოდიაქოების მიხედვით და ამის დრო უყურო ადამიანს რომ რაღაცა ერკემალი არის ან რაღაცა ეს არის ხო ხო და მით უმეტეს ესე იგი დღეს აი საქმეს რო ჭირდება ხო შენი ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ისეთიც იყო და ასეთიც იყო ხო თვითონ მაგის ასე ვთქვათ ჩატოვება ანუ არ ხდები ან რაღაცა გაჭედილი რაღაცა ასე ვთქვათ თვისებებში რა და მთლიანობაში აი ეს აი ბუნებითი აი ამ სფეროს ეხლა რაც არის ბუნებითი სულს
ეგრე აი ლოგიკა რო გავიხსენოთ, ათავსებს კვალიტეტურ თვისებებს, ანუ ასე ვთქვათ, თვისებრივ განსაზღვრულობაში. ხო. მიუხედავად მაგისა, რომ აქ არის ასევე ასაკობრივი განსხვავებები და ყველა ასაკს თავისი რაღაცა ხასიათი აქვს. თვისებრივი მახასიათი. აი მაგალითად ბავშვის ასაკში ყველაზე რაღაც 3 ის აქვს ხო გამოყოფილი სიჭაბუკე, კერა და ბავშვობა, სიჭაბუკე და ბერიკაცის, ანუ რაღაც 3 როგორ? ხო, ანუ ასაკზე, ანუ ასაკობრივი თვისებები მაინც ახდენს ხო გავლენას. თქვათ ბავშვი რო ხარ, ეხა ძალაუნებურად, ანუ ეს მოქმედებს, რომ შენ რაღაცა სხვანაირი ცხოვრება გაქვს და 100%-იანად არა, მაგრამ ანუ ბავშვი უფრო რაღაც ზრუნველობის ქვეშ არის, კონფლიქტის, ანუ თუ უყვართ სახლში, რაღაცნაირად მიმღებლობა უფრო მეტი აქვს, დაპირისპირება ნაკლები არის და ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის ყველაზე უფრო ესეთი აქტი ქმედება არის, რომ ბავშვმა გატეხოს სათამაშო. ანუ ჰეგელი ამას ამბობს, რომ თუ ბავშვი აქვს ინტერესი, რომ აი შენ რა მომდი, რომ დაშალო ან რაღაცა ხო? სათამაშოს მიმართ, ანუ ეგეთი ის გიჩდება, ანუ რატო გიჩდება, ანუ ეგეთი ისა რო გაიგო ხო? ხო, რო გაიგო, ანუ რო ის არ არის ესე გამზადებული, ის არის რაღაცნაირად ეგრე მოწყობილი და ანუ რაღაცნაირად ხო, ესე იგი, ნუ სქესს ჰეგელი განიხილავს როგორც უცვლელ განსაზღვრულობას და ასაკს როგორც ცვალებ. ანუ ასაკი ნიშნავს, რომ ანუ შენ გადადიხარ დინამიურად იწრები და სქესი არის უფრო ფიქსირებული, ასე ვთქვათ, განსაზღვრულობა და ხო და ასაკში ძალიან საინტერესო აქვს განხილული მიმართება სამყაროსთან, ანუ რაღაც მგონი სიჭაბუკეზე უწერია, რომ თავის თავს მიაწერსო სამყაროში აღმოჩენილ რაღაც იდეალებსო, ანუ გონია, რომ ისგან, ანუ მან აღმოაჩინაო და ანუ რაღაც უკვე ზრდასრულობაში თუ სიყმაწვილეში შესვლა, თუ ვაჟკაცობაში შესვლა იმით ხდება, რომ პირიქით ხდება, რომ სამყარო ისედაც ეგრე არის მოწყობილიო და ანუ პირიქით ხედავს, ანუ რომ ეს ისედაც ესია და ანუ თავის თავს ან მიაწერს ამ რაღაც იდეალებს. მან კიდე ხო, ერთი არის, რომ თან მიაწერს და თან მეორე არის, რომ ანუ ახალგაზრდობა როგორც დაპირისპირება სამყაროსთან, მაგალითად პროტესტი, ხო? ანუ ჩვენ ეხლა და ალბათ ყველა ქვეყანაში ესე არის, არ ვიცი, რომ მაგალითად ახალგაზრდობა დაკავშირებული არის გულწრფელ პროტესტთან. ანუ ეს რაღაც თვისობრივი მომენტი არის რა, ესე ვთქვათ, განსაზღვრულობა არის, რომ ახალგაზრდას შეიძლება უფრო მეტად კონდეს რაღაც იდეალი, გულწრფელიც იყოს და თulides რომ ანუ ახალგაზრდის აღმოჩენა რა არის, რომ თქვა იდილიაში არის, ოჯახში არის და მე ოჯახში თუ ყველანაირად რაღაცნაირად შეიძლება მკაცრი ოჯახიც იყოს, დისციპლინა მაგიტო შეიძლება საჭირო იყოს, რომ მოდულირება გააკეთოს, ბავშვმა ისწავლოს, რომ ყველა ეგრე არ მოგექცევა და რაღაც წესრიგი არსებობს. რომ რის გამოც შეიძლება ამას თუ გააკეთებ, უბრალოდ დაისჯები. და ანუ მე თუ როგორც მშობელს არ მაქვს რეაქცია რაღაცაზე, ყველა ეგრე არ იქნება რა. რეალობის, ასე ვთქვათ, მოდელირებას და ეს დაპირისპირება, ანუ რაც ჩდება რაღაცნაირად გაუცხოების შეგრძნება. მათ შორის აი სქესობრივი მომწიფების დროს თავის საკუთარი სხეულის მიმართაც, ხო, ანუ რაღაცნაირი ხო ახალი რაღაცა აღმოჩენა ხდება და ამასთან მერე ხელახალი დალაგება არის საჭირო რა ამ რაღაცას და საბოლოო ჯამში პროტესტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს განცდა, რომ სამყარო არის ცუდად მოწყობილი რა. ანუ იმას, რომ მაგალითად ბუნებაა ესე მოწყობილი, ამას ადამიანი მეტნაკლებად ეგუება, ხო, აი რასიზმ, ნუ ვთქვათ, მედიცინას ვცდილობთ, რომ მედიცინა განავითაროთ და რაღაცა ამით ვცდილობთ, რომ ცვლილებების გზას ვედგეთ მუდმივად. ხო. და მეორე მხრივ, ესე იგი, უკვე
როცა ხედავს რომ მაგალითად აი უსამართლობა ან დაუშვათ აი მთავრობის მხრიდან თქვათ ანუ საზოგადოების მხრიდან შეიძლება ნათესავების მხრიდან განიცდის რაღაცა დაპირისპირებას აი აქ არის ანუ პროტესტი და ეს პროტესტი მათ შორის იმას ნიშნავს რომ ეს კონფლიქტი ვერ გექნება თუ შენ არ გაქვს წარმოდგენა როგორი უნდა იყოს სამყარო შენ ანუ სუდად იმითო ხარ იმითო განიცდი რომ შენ გაქვს იდეა როგორი უნდა იყოს სამყარო როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი როგორ უნდა იქცეოდეს ხალხი როგორ უნდა ხდებოდეს რაღაც პროცესები და ესე რო არ ხდება ანუ ისე როგორც შენ წარმოგიდგენია ეს უკვე იწვევს შენში ამ დისკომფორტს რა და შენ ცხოვრობ ქაოსში ანუ შენ წარმოდგენაზე არის მაგრამ რაღაც გაგებით ამაში არის თან ამბიციაც რომ ესე იგი შენ გაქვს იმხელა პრეტენზია რომ ასე ვთქვათ ამ პროექტ როგორ ეს რატო უნდა ხდებოდეს ხო და რაღაცნაირად მისწრაფება იდეალების მიმართ აი ახლა ჩვენ ანტონიონის ფილმს რო უყურებთ ხო რაღაცა 60-იანების პროტესტი მაგალითად ზაბრისკი პოინტი ხო და ეს პროტესტი შეიძლება იყოს უხეშიც იყოს ანუ ძალით დაპირისპირება ინტელექტუალური დაპირისპირება ანუ სხვადასხვანაირი დაპირისპირება და უბრალოდ ეხლა შერაცქვი რომ მან ეგ მომენტიც არის და მე ის მომენტიც არის რომ ადამიანი რაღაც კუთხით აცნობიერებს რომ ამათ არაფერი არ ეშველებას ანუ ეს რაღაცნაირად კანონზომიერი არის და რაღაც ახსნებს პოულობს რომ აი მაგალითად იმითო ხდება ესეთი რაღაცა რომ არ არის ფუნდამენტური განათლება არ არის შესაბამისი პირობები დაუშვათ არის სიღარიბე არის ბევრი რაღაცა ისეთი რომ უკვე ხვდები რომ ეს ძალიან ლოგიკურია რომ ეგრე ხდება რაღაცები არის სხვა საფრთხეები არის ადამიანური სისუსტეები და ასე შემდეგ ანუ რაღაცა ისეთი რითაც შენ ხვდები რომ ეგ იდეალები რაღაცა შეიძლება ჰაერში დარჩეს და რაღაც შემრიგებულ პოზიციაში გადადის რა. ბერიკაცის პოზიცია არის, მე მგონი ეგრე აღწერილი. ხო, ჯერ სიმწიფე, ანუ სიმწიფეში უკვე რაღაცნაირად კომპრომისებს სწავლა. ხო, ობიექტურ სამყაროსთან, ხო. და მე აქ კიდე ძალიან საინტერესოდ იყო ეს ბერიკაცის პოზიციაზე, რომ ანუ აქ შეიძლება რეალური მდგომარეობა იყოს, რომელიც გამოხატავს დამაჩლუნგებელ და უმოქმედობის გამომწვევ ჩვევად, ანუ როცა ამ ყველაფერს ესე უბრალოდ ეგუები და მეორე არის იდეალური, როცა აი ამ გარეცინამდვილის ხლართებისგან თავისუფლებას აღწევსო, უბრალოდ ანუ თავისუფლდება ამ ყველაფრისგან, ანუ რაღაც ძალიან საინტერესო. მოხუცებულობის ასაკზე? ხო, ანუ ორი ვერსია აქვს. წარმოადგენილი. მოხუცებულობის ასაკი, ხო, ანუ როგორც მახსოვს, ეგრე აქვს, რომ ანუ მოხუცებულობა ისევ ბავშვობას გავს, ანუ რაღაც კონფლიქტისგან, ანუ ესე მაგალითად, ხო, რაღაც უფრო საკუთარ თავში დაბრუნების რაღაც პერიოდი არის, რომ ანუ დამანებეთ თავი და რაღაცა ორი დღე დამრჩენია და ხო, ეგეთი განწყობა ხო, მაგრამ ასევე ნიშნავს, ანუ სიკვდილი, საერთოდ ჰეგელი განსაზღვრავს, სიკვდილი არის შეგუება. რაღაცას რო ეგუება, ანუ ახალგაზრდობა და სიბერი, ანუ სიკვდილისგან სწრაფვა არის, რომ უკვე ეგუები და ყველაფერი გადადის ავტომატიზმში. ავტომატიზმი არის სიკვდილი. და სხვადასხვა ბუდისტური კონცეფცია, ანუ ბუდიზმში ხო გონების სხვა ბევრნაირი კონცეფცია არის. აი როცა ჩვენ საუბრობთ რომ აზრები უნდა გაჩერდეს, ხო, ნიროთა. ზოგიერთი ბუდისტური ტრადიციის მიხედვით უნდა გაჩერდეს არა აზრები, არამედ მათი ავტომატიზმი. აი წარმოიდგინეთ, ეს ხო ძალიან დიდი განსხვავება არის რა. ანუ ესე იგი შენ საბოლოო ჯამში უკვე კარგავ, ანუ მთლიანად სპონტანობას, შემოქმედებითობას, უკვე ყველაფერი არის აი ავტომატიზირებული, როგორც აი სახლში რომ თავისუფლად თვალდახუჭული რომ მოძრაობ და უკვე აღარაფერი ფიქრი არ გჭირდება, ანუ ავტომატიზმი ანუ მართავს ისე და ასე ვთქვათ, ყველაფრის რაღაცნაირად რაღაც შეგუება ხდება და რაღაც ბრძოლის უნარიანობა კლებულობს და ანუ ეგეთი განსხვავება არის. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს ასაკი ყველას ზუსტად ერთნაირად აქვს, ანუ ვიღაცა ახალგაზრდულ სულისკვეთებას და პროტესტის გრძნობას ინარჩუნებს, თქვათ, შეიძლება ბოლომდე, ან თქვათ,
ეს ინდივიდუალურია, მაგრამ აი გენერალურად რო ავიღოთ, ეგრე არის რა. და კიდე რა იყო საინტერესო, კიდე გვარზე იყო, გვართან დაკავშირებით იყო ესეთი რაღაც ეწერა. მე მქონა კითხვა, თავიდან ვერ გაბიგე ეს გვარი რას გულისხმობდა, ხელაძეს როგორც გვარს თუ ადამიანურ მოდგმას როგორც გვარს, მე ცოტა რა წავიკითხე, აქ ხო ეგრეა რომ მე ამარტივებს და შედარებით ამარტივებს და ისე წერს კონკრეტულ საკითხებზე, მე მივხვდი რომ ადამიანურ გვარზე იყო, გვარის და გონის ურთიერთმიმართებაზე იყო ძალიან საინტერესო, რომ გვარი ნამდვილდება, გონში და რაღაც ერთი სტიქია არისო ესე ეწერა. ეგ რომელ განყოფილებაში არის? ეს იყო იგივე აი ამ ასაკთან მიმართებაში, ასაკის ნაწილში იყო ამ გვარზეც საუბარი. რომ რაღაც დაბადებით ადამიანი, თავის გვარისგან განერთეულდება თუ გამოცალკევდება და სიკვდილით ისევ ამ გვარს უერთდება თუ რაღაც მსგავსი იყო ეს. იცი რა არის, გვარში ესე შეგვიძლია სქესზეც და ასაკზეც, რომ წარმოიდგინე, რომ შენი გვარი, გვარი ნიშნავს ამ შემთხვევაში ადამიანს. ჩემი გვარი არის ადამიანობა როგორც ხელობა, ხო. მაგრამ ვინაიდან ადამიანობა ამ შემთხვევაში სქესის მხრივ დაყოფილია, დაუშვათ ქალად და მამაკაცად, მე ასევე თელობისთვის ფილოსოფიურად ეგეთი რაღაც ნახევარი მჭირდება. ვთქვით, სავსე გვარი რო იყოს. და ასევე ასაკიც ხვავსებს, ადამიანი შეიძლება განვიხილოთ ერთი მხრივ ესე დავყოთ როგორც ქალი და მამაკაცის სახეობა და ასევე ადამიანი როგორც ასაკობრივი ცვლილება. და მთლიანი სპექტრი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ მე რო ვთქვა რომ ადამიანის მესმისო, ხო არ უნდა ბავშვს შეიძლება თავისი ასაკის რაღაცები ესმის, მაგრამ ის მთლიანი სპექტრი თუ არ გაუვლია, ხო, ესეც ინდივიდუალურია, ხო, ვინ როდის გადის და რაღაც, მაგრამ თუ მთლიანი სპექტრი აი რაღაცა სიმწიფის პროცესამდე არ მისულხარ, თუ ეს შესაძლებელია საერთოდ, ხო, ზოგი შეიძლება არასდროს წივდებოდეს და არც იყოს ეს კარგი, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გრადაციები სხვადასხვა ჰეგელის მეტსახელი სკოლაში იყო ბებერი. ხო, რატო ეძახდნენ, არ ვიცი, ბებერს, მაგრამ ბებერო. ხო, შეიძლება, იმიტომ რომ ხო, ახალგაზრდობაში თეოლოგიით იყო დაინტერესებული, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ბებერი ესეთი მეტსახელი. რაც შეეხება თვითონ აქ ბუნებითი სული რითაც მთავრდება, ეს არის შეგრძნება. და წარმოიდგინე ესეთი, შეგრძნება რა არის, რომ შეგრძნება არის დაფიქსირება იმის, რომ მე ვარ. მე ვარ და ესე იგი რაღაც განსაზღვრულობა არის ჩემთვის, თქვა ტკივილი არის თქვა ჩემთვის. რაღაცა მან გარეგანი შეგრძნებებიც არის და შინაგანი შეგრძნებებიც არის. და უკვე რაღაცა ფორმის, ცნობიერებამდე მიდის ადამიანი რა. გვაქვს შემდეგი სლაიდი? ხო, ეს არის უკვე მეორე ნაწილი, რასაც ქვია მგრძნობელი სული. აქ რა ვქნათ, იცი, შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ და მერე დავბრუნდეთ და ეს მერე წავიკითხოთ. აი შემდეგ, აი მგრძნობელი სულის, ასე ვთქვათ, საფეხურები არის ეს, მაგია, უშუალო ზეგავლენა, როგორც ჰეგელს ესმის და აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, მაგია არის რაღაცა, ჰეგელი ამ შემთხვევაში მაგიაში გულისხმობს რაღაცა უშუალო გავლენას, რო არ იცი რომ რატო ახდენს გავლენას რაღაცას, მაგრამ ახდენს. გავლენას რაღაცა ახდენს შენზე, მაგრამ ვთქვათ მაგალითად აქ შეიძლება ვთქვათ მუსიკაც იყოს რა, მოგწონს მუსიკა და მოგწონს უბრალოდ რა. შეიძლება მერე კი გაიაზრო, მაგრამ ესე პირდაპირი გავლენაც შეიძლება იყოს რა. ასევე ადამიანი ახდენდეს შენზე გავლენას, რაღაცით გიზიდავდეს, რაღაცა გიზიდავდეს მასში რა, რაღაცა არ იყოს აუცილებლად გაცნობიერებული და აქ
ესე უშუალოდ და გაუცნობიერებლად ბევრი რაღაცა შეიძლება ნივთები ახდენდეს გავლენას, ფერები ახდენდეს, ბევრი რაღაცა მოკლედ ისე რომ შენ თვითონ ვერ იაზრებდე, ისე ხო. ისე სხვათა შორის ჰეგელს აქვს ეგეთი მაგალითი მოყვანილი დედოფალზე თუ მან არ მისულარ შეიძლება ჯერ არ მისულარ მე ხო ანუ მაგალითად ეგეთი რაღაცა აქვს მოყვანილი რომ ერთ-ერთი დედოფალს ბრალი დაძდეს რომ თავის ქმარზე ახდენდა გავლენას ოღონდ რაღაც მაგიურ გავლენას ზებუნებრივს თუ რაღაც ესეთი ზუსტად არ მახსოვს და ამ ქალმა ესეთი რაღაცა თქვა რომ ანუ ჩემ ქმარზეო სხვა გავლენა არ მაქვსო გარდა იმისა რაც ძლიერ გონებას აქვს სუსტ გონებაზეო ანუ უშუალო ასე ვთქვათ გავლენა ანუ ყოველგვარი ჯადოების და რაღაცა ვთქვათ იმის გარეშე რა ეს ხო არის მე შეიძლება ნახეთ ვიღაცის ცხოვრებაში ესეთი გავლენები შეიძლება იყოს ჩვენ ცხოვრებაში ანუ ყველანაირად რაღაცები მოგწონდეს გაუცნობიერებლად ან პირიქით არ მოგწონდეს სუდათ მოქმედებდეს ან კარგად რომელიც მე შეიძლება გააზრებული იქნას რა ძალიან ასე ვთქვათ რა არის თურმე ამის საფუძველი და სინამდვილეში რა რატომ მოგწონს და რაღაცა მაგრამ ეს არ არის ცხადი და იქ შედის აი მთელი რიგი ეს ანუ ნათელხილვები მთელი რიგი ანუ ესეთი ზებუნებრივი რაღაცა თვისებები რომელიც ადამიანზე ახდენს გავლენას და საინტერესო თავი მელის ესე იგი ხო ანუ ჰეგელი ამას არ აიგნორებს ანუ ესეთ რაღაცებს იმიტომ რომ ეგ რეალურად ისტორიულად რო შევხედოთ ადამიანების ცხოვრებაში ანუ ძალიან დიდ ადგილს იკავებს ხო ეს ხო მაგალითად ეს არ არის მაგალითად თქვათ კატის ცხოვრებაში ან გოჭის ცხოვრება ან რამდენადაც ჩვენ ვიცით ეგეთი რაღაცეების თქვათ ნათელხილვის და რა ეს წმინდა ადამიანური რაღაც არის რომ თქვათ ჯეროდეს ასტროლოგიის ეხლა ამბობენ რომ მაგალითად ამერიკის მოსახლეობის 30% ჯერა ასტროლოგიის ნუ შეიძლება საქართველოში მეც ჯეროდეს ან ნაკლებს ჯეროდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ადამიანური რაღაც არის იმას კი არ ვამბობ ამ შემთხვევაში კარგია თუ ცუდი არის წმინდა თუნდაც ფენომენოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო არის რომ რატო ინტერესდება ხო როგორ აღიქვამს სამყაროს ადამიანი როგორ თარგმნის თავის ყოველდღიურობას და რაში ეძებს პასუხებს რაღაც კითხვებზე ხო მათ შორის აი ხა ეს არის B პუნქტი ხო დედის სხეულშიც პირდაპირი გავლენა არის ხო ანუ მაგალითად ის დედა რასაც განიცდის და დაუშვათ ეგეც ხო რაღაცნაირად გაუცნობიერებელი არის ანუ ბავშვისთვის ხო ეს ხო შეიძლება ბევრი რაღაცა განსაზღვროს თქვა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაუშვათ დედის ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ ანუ თვითონ იმ პროცესში როცა ანუ ორსულობის პროცესში გავლენა მოახდინოს და ინდივიდი და გენია ანუ გენიაში ამ შემთხვევაში ჰეგელი გულისხმობს დედას დედა არის ასე ვთქვათ რაღაც თვალსაზრისით არის შვილისთვის გენია ანუ რაღაცა ესეც რო ის ანუ რაღაცა ანუ შთაგონებაც შეიძლება ავიღოთ და ეგეთი მომენტი რომ თითქოს ერთი სხეული არის და დედა ამ შემთხვევაში არის მისი ცნობიერება ოღონდ საინტერესო ის არის რა რაღაცნაირად სხეული ანუ საერთო ორგანიზმი არის და მის ფიქრებში ცხარ რა რაღაც გაგებით ანუ ალბათ გავლენების ნაწილში მაგიტო აქვს განხილული ანუ როგორ ანუ უშუალო გავლენების სფერო არის აი გრძნობელობა რა რა კუთხით ახდენს ადამიანზე გავლენას იქნება ეს თქვათ სრულწმენები თუ დაუშვათ უშუალო გავლენა დაუშვათ თქვათ დედის იქნება თუ ასე თქვათ შთაგონება იქნება ეგ ასევე ადამიანის ნაწილი არის რა რაც როგორც ჰეგელი ესე ათავსებს თანმიმდევრულად ძალიან ლოგიკური თანმიმდევრობა არის აი ის პირველი ბუნებითი სული თუ თვისობრივი იყო ხო
აქ შეიძლება უფრო გამოვდიოდეთ რაოდენობრივ კატეგორიაში და რას გულისხმობ, ნახე. აი ჩვევა მაგალითად, ხო? რაღაც კუთხით არის ადამიანის რაოდენობრივი ფორმირება. და რას გულისხმობს? მე რომ ვიმეორებ რაღაცას, აქედან წარმოიქმნება, ანუ რაოდენობრივობიდან ყალიბდება ჩვევა, რაც არის ისევ თვისობრიობა, ხო? ანუ იქ დაბრუნება რომ მოხდეს, აი ჩვენ ბუნებრივ თვისებებში, რასაც გულისხმობთ, რომ მაგალითად ადამიანს აქვს ასეთი ტემპერამენტი. ეს ტემპერამენტი შენი თვისებაა, მაგრამ ასევე შეიძლება ჩვევით გამოიმუშაო, ანუ რაღაცა ისეთი თვისება რა და ჩვევა სხვა არაფერია თუ არა რაღაცა რაოდენობრივი გამეორება რაღაცის. ერთი და იგივე თქვა და გიტარაზე რო უკრავ, თქვა და იმეორებ და ეს რაღაც ყალიბდება რაღაც ხარისხში. აქ არის ასევე თვითგრძნობაში შედის ფსიქიატრია მოკლედ რა. ესეც ხო ძალიან ჩვეულებრივი ნაწილია და სლავოი ჟიჟეკი ხშირად საუბრობს ხოლმე რომ ჰეგელისთვის ფსიქიატრია და ფსიქიატრიული პრობლემები არის ერთ-ერთი ეტაპი, რასაც ადამიანი გადის, ხო, ყველა. მეტნაკლებად. ხო, მეტნაკლებად, ანუ მაგალითად პრობლემა, ანუ ფსიქიატრიაში დაუშვათ არაადეკვატურობის, ანუ ეს ხო ექსპერიმენტალური დარგია მედიცინის, ანუ ფსიქიატრია. პრობლემა მათ შორის იმაშიც არის, რომ რა ასაკში ადამიანი, ხო, რაღაცა პრობლემათ აღიქვემა თუ ის გარკვეულ ასაკში არის, იგივე ასაკში დაუშვათ რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის, ხო? ანუ თუ ადამიანის დასრული ისევე აღიქვამს რაღაცას, როგორც რაღაც ბავშვის ასაკის, იმ ასაკში რაღაცა ნორმა არის, თქვათ, სხვა ასაკისთვის, თქვათ, ხო, ანუ ეს მომენტიც არის და სინამდვილეში ადამიანი რაღაცნაირად ცდილობს რომ დაიმორჩილოს ადეკვატური რეალობა, რომ აი მაგალითად იქ რაღაცა მაგიებით და ესე კი არ უყურებს დავუშვათ რომ აი სამყარო არის მოწყობილი რაღაცა მაგიური გავლენებით და მაგიური სულებით. და ვიღაცა ცუდად რო ხდება, იმიტომ ხდება რომ თქვათ რაღაცა მაგია მოხდა, ან ვიღაცამ ჯადო გაუკეთა, ან რაღაცა ეგეთი ის მოხდა. ეხლა ეს თუ მასობრივია, ეს არ ითვლება სიგიჟეთ, ხო? იმიტომ რომ მან მთელი საზოგადოება ეგრე ფიქრობს და ანუ ვის დაადებ ხელს, ანუ რაღაცა დოზით აი ეს საყოველთაო სახალხო რწმენები არის, ანუ მასობრივი შეშლილობის გამოხატულება, უბრალოდ ნორმად იმიტომ არის მიჩნეული, რომ ეს ერთი კაცი რო ამბობდეს ამას, იტყოდნენ რომ აი რაღაც გადახრილი არისო, ხო? მაგრამ ვინაიდან ანუ თვითონ რო ნახო აი ვინ როგორ აღიქვამს რა რეალობას, თქვათ ადეკვატურობას რა განსაზღვრავს. ერთ-ერთი კომპონენტი რა უდაოდ არის, რომ თუ ყველა ჩემი ის მარტინი ლექტორი ამბობს ხოლმე, რომ თქვენ ქვეყანაშიო, ხო? პირჯვარს რო იწერენო აი მარშრუტკებში და იმაშიო რა, ეს რაღაცა ნევროტიკული რაღაც გამოხატულება. ხო, ვიღაცისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის და ვიღაცისთვის ეს რაღაც არასტანდარტული, არაორდინალური მომენტი არის და და რაც შეეხება გრადაციებს, გრადაცია, ანუ გრადაცია როგორ არის, იცი რომ მაგალითად არაადეკვატურობაზე რო ვისაუბროთ, ერთი არის, აი ჰეგელთან ეგრე არის ყველაფერი დაყოფილი, ერთი არის, აი როგორც ბუნებრივი რომ სხვა თulis რო არაადეკვატურია, თუნდაც დარგის სპეციალისტი, და მეორე არის რომ ის თვითონ აცნობიერებს ამას თავის თავში. თავის თავს იჭერს როგორც არაადეკვატურს, ხო? ხო, შეიძლება რომ თქვა ვიღაცას სხვა მიიჩნევდეს, თქვა ფსიქიატრი მიიჩნევდეს, რომ მას პრობლემები აქვს, მაგრამ თვითონ აბსოლუტურად არ კონდეს, ანუ ეგეთი დასკვნას ვერ აკეთებდეს ეგეც და ეს ლოგიკური კატეგორია არის ეგეთი, ანუ ჰეგელთან, რომ ამით არის განსხვავება, რომ თვითონ როცა აცნობიერებს ადამიანი რაღაცა თავის ისეთ პრობლემას, რომელიც უნდა დაძლიოს. და ეს რა თქმა უნდა უფრო მაღალ საფეხურზე არის რა. აი იქ რო წერია C მკურნალობა, ეს
გაცილებით უფრო მაღალი საფეხური არის, როდესაც შენ უკვე პრობლემას ხედავ თვითონ. იმიტომ რომ მე უკვე მზად ხარ რომ მონაწილეობა მიიღო და ეგ ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში ისევე როგორც იქ ბუნებით სულში ბოლოს ანუ გრძნობამდე მიდიოდა აქ მიდის ერთგვარ ჩვევამდე რა ეს ჩვევა როგორც ასე ვთქვათ დამორჩილება ასე ვთქვათ ჩვევას ვივეკანანდაც ხო ამობს ეგ საიდან მოდის ზუსტად აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ბევრ ავტორს აქვს, რომ ჩვევა არის მეორე ბუნება. ანუ ბუნებრივად შენ შეიძლება რაღაცა თვისებები დაგყვეს. რაღაც მიდრეკილებები დაგყვეს. მაგრამ შეიძლება ასევე ეს მიდრეკილებები ჩვევით გამოიმუშაო. მაგალითად, ერთ და იმავე დროს რომ რაღაცას აკეთებ, მერე ჩვევას უწოდებენ, ამიტომ ჩვენი მეორე ბუნება, ანუ რომელიც ჩვენ ჩავაშენეთ. ერთი არის რაც ბუნება მოგვცა და მეორე რაც ჩვენ ავაშენეთ თვითონ ჩვენ რაც შევქმნით ჩვენი თავის ირგვლივ. ეხლა წინა სლაიდზე დავაბრუნოთ და წავიკითხოთ გრძნობელი სული. აი შენ წაიკითხე და მე გავაკეთებ კომენტარი. გრძნობელი ინდივიდი შეგრძნების მარტივი იდეალურობა, მისი სუბიექტურობა. საქმე იმას ეხება, რომ მან გრძნობელმა ინდივიდმა თავისი სუბსტანციალობა, თავისი მხოლოდ თავისთავად მყოფი შევსება სუბიექტურობად დაადგინოს და დაადგინოს თავის თავს ეუფლოს და როგორც თავის თავს დაუფლებული ძალა თავის თავის მყოფად იქცეს. სული როგორც მგრძნობელი, ოდენ ბუნებიც ინდივიდუალობას კი აღარ წარმოადგენს, არამედ შინაგანს. მისი ეს თავისთვის მყოფობა, რომელიც მის ოდენ სუბსტანციურ ყოვლადობაში, ტოტალობაში ჯერ კიდევ ფორმალურია, უნდა დამოუკიდებელ გახდეს და განთავისუფლდეს. ხო, ანუ ზუსტად ეხა ჰეგელის ტექსტები არის ეგრე, რომ დასაწყისში ყველაზე რთული ნაწილია და მერე მოდის აი ეხა რაზეც ვისაუბრეთ ის ხო ანუ ცხადი იყო თქო ასაკის ქესი თავშეს ფსიქიატრია ესეც და მერე აკეთებს ამის ფილოსოფიურ შეჯამებას და ამას თუ იგებ ჩათვალე რომ აი ამ სფეროებს რაღაცნაირად შენ თავში კრავ ანუ სისტემატიზაციას აკეთებ ანუ გაგების ფორმად აქ არის ეს მომენტი რომ ის რაც ბუნებითი არის ანუ შენ ამას აცნობიერებ და ეუფლები შენ თავს ხო ანუ ტერმინოლოგიას ცოტა მართლაც სჭირდება რომ რაღაცა დამუშავება ანუ თავისებურად რაღაცნაირად შეჩვევა ჭირდება რა ხო აქ რაღაცაზე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ კომენტარი ამ ტექსტიდან ანუ აი ეს მაგალითად ახლა უფრო უკეთესად მესმის ანუ სული როგორც მგრძნობელი ოდენ ბუნებიც ინდივიდუალობას კი აღარ წარმოადგენს არამედ შინაგანს ანუ რადგან მგრძნობელია ხო ანუ ნახე რა ხო ეს აი როგორ შეიძლება ახსნათ აი ეგეც მქონდა თემა დასაწერად უნივერსიტეტში რომ მაგალითად აი რა ვიღოთ ტკივილის განცდა ხო რასაც შენ გრძნობ ამას შეესაბამება სხეულში ნერვულ სისტემაში გარკვეული ბოჭკოების ცვლილება. ანუ წარმოიდგინე რომ რაღაც პროცესს თქვათ გარედან აკვირდებიან, თქვათ კვლევრები და ხედავენ რომ რაღაცა ხდება ტვინში. მაგრამ შენ ხო შიგნით ხარ და შენ იგივეს გრძნობ შიგნიდან რა. აი ეგ არის რომ შენ ამ გარეგანს და შინაგანს აკავშირებ, რომ უი თურმე მე რო ხელს წევ ეს ტვინში აი ამას ნიშნავს. ანუ ჩემი ეს შეგრძნება შეესაბამება ტვინის გარკვეული უბნების აქტივობას, ხო? აი ეგეთი ის კორელაცია დგება. დასაწყისში ვინაიდან შინაგანი სუბიექტურობა არ არის გამომუშავებული, ანუ ავტომატურად აი როგორც ბუნებრივი ადამიანი ინსტინქტურად ცხოვრობს. შემდგომ ანუ შინაგანი სინათლე ყალიბდება. აი ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. შემდეგ ორი სლაიდით გადავიდეთ წინ. ნამდვილ სულზე წერია, წავიკითხო. ხო. სული თავის სხეულებრიობაში, მის მიერ გამსჭვალულ, სახელმწიფოსა და განსაკუთრებულში,
არის როგორც ერთეული თავისთვის მყოფი სუბიექტი. სხეულებრიობა კი ამგვარად წარმოადგენს მის გარეგანობას, როგორც პრედიკატს, რომელშიც ამ პრედიკატში სუბიექტი მიმართებაშია მხოლოდ თავის თავთან. ეს გარეგნობა თავის თავს კი არ წარმომადგენლობს, არამედ სულს და ამ უკანასკნელის ნიშანია. სული როგორც შინაგანისა და მისდამი დაქვემდებარებული გარეგანის ეს იგივეობა ნამდვილია. ხო, აი ნამდვილი სულში რა იგულისხმება, რომ ანუ სული რომელმაც დაიქვემდებარა სხეული, ან მარტივად, ხო? სული თავის სხეულებრიობაში მის მიერ გამსჭვალული, ხო, ანუ გამსჭვალული, ესე იგი უკვე შენ აცნობიერებ ამ, ასე ვთქვათ, სხეულს და ეს გარეგანობა თავის თავს კი არ წარმომადგენლობს, არამედ სულს. აი მაგალითად, ჩემი ჟესტიკულაცია, ვთქვათ, ხელი თავის თავს კი არ წარმოადგენს, ანუ რომ რაღაცა აი ჟესტით რაღაცას განიშნებთ, ხო? ანუ ჩემი სხეული ანუ ჩართული არის პროცესში, არამედ ინდივიდის წარმომადგენელი ხდება, ანუ იმ მაღალ წერტილს ექვემდებარება რა. ანუ ეგ არის მარტივად და რა თქმა უნდა მეტყველება არის ამისი ყველაზე ვთქვათ ესეთი ნიშანი პრედიკატი ხდება, ანუ სხეული არის შენი განსაზღვრება, მაგრამ საინტერესო რა არის, იცი რომ ჰეგელი უარყოფს აი ხო არის მაგალითად ეგეთი ის იყო რაღაც ფრენოლოგია და რაღაცა კრანიოლოგია მე მგონი, რომლებიც ადრე ცდილობდნენ რომ დაედგინათ ვის რა მიდრეკილებები აქვს, ვთქვათ კრიმინალის მიმართ, რომ გამოეკულიათ ორგანიზმი, რომ დაედგინათ რომ შეიძლება თუ არა ესეთი თავის ქალა ეს 19 საუკუნეში იყო ეგეთია რაღაც აი ჯანგოშიც არის თუ გაქვს ტარანტინოს ფილმი ნანახი რომ იქ ლეონარდო დიკაპრიოს მოაქვს თავის ქალა და ამბობს რომ ეს არის ზანგის თავის ქალა და რაღაც აი ხედავთ რაღაც განსხვავებები არის და ეგეთი მეცნიერება და პათოგნომია და ფიზიოგნომია და პათოგნომია მაშინ იყო ასე პოპულარული ანუ რით განსხვავდება რომ პათოგნომია არის მეცნიერება რომელიც გარეგანი ნიშნებით ცდილობს დაადგინოს სხეულის მდგომარეობა ჯანმრთელობა ვთქვათ ეს რაღაც გაგებით არ არის თლაც სრულ მეცნიერება იმ გაგებით რომ ვთქვათ თერაპევტმა შეიძლება რაღაც გარეგანი ნიშნებით დაადგინოს რომ რაღაცა დაავადება შესაძლებელია იყოს შეიძლება 100%-იანი ვერ თქვას მაგრამ არ ვიცი რაღაც თვალებს ჩახედოს ან ენას დააკვირდეს ან რაღაც. ბოლო სტადიაზე მაინც რაღაც ისეთი განვითარებული დაავადება შემოუყვე რომ კარგად გამოხატული არის სხეულებრივად, მაგ დროს ხო შეიძლება რა. და ესა ფიზიოგნომია იგივე დაკვირვებებით რომ დაადგინოს რა ხასიათი აქვს ადამიანს. ხო და ეგ თავიდანვე მაგას თავიდანვე უარყოფს ჰეგელი და ეხლა ეგეც სრუმეცნიერება არის რომ თქვა ეხლა რაღაცა ასეთი ფორმის ცხვირი თუ აქვს ესე იგი რაღაცას ნიშნავს და რაღაცა მაგრამ ბუნებრივია რომ ადამიანი მაგაზე დაფიქრდებოდა ანუ ეგეც ნაწილი იყო რაღაც მომენტში ამ განხილვის რომ უი ხო არ არის შესაძლებელი რომ წინასწარ ანუ გვეწოდინება რომ რაღაცა ამ ადამიანისგან ეს არის მოსალოდნელი ამისგან ეს არის მოსალოდნელი ისევე როგორც ეს ფიზიკურად შეუძლებელი არის ეგეთი რაღაცა რომ განისაზღვროს იმიტომ რომ თვითონ კარგი და ცუდი თვისება არ არსებობს გააჩნია ეს რა გამოსავალს პოულობს მაგალითად შეიძლება ვიღაცამ წერლობაში თქვა დეტექტივის ან თქვა კრიმინალური მოთხრობების სფეროში ისეთი ინტერესი და ის გამოავლინოს რაც უდაოდ ნიჭი და თქვა გენი არის მაგრამ იმას თუ თქვა პირდაპირ განახორციელებს ის ცუდი არის ამიტომ ნებისმიერი თვისება თავისთავად არც კარგი შეიძლება იყოს არც ცუდი გააჩნია რა ასე ქვემდებარება და ჰეგელი ამ ანთროპოლოგიაში ანუ მაგასაც განიხილავს და ჯერ უბრალოდ ხსნის რას ნიშნავს და მე უარყოფს მაგას როგორც არამეცნიერულს ან პათოგნომიკას რა თქმა უნდა ნაწილობრივ მეცნიერულს რომ რა თქმა უნდა ზოგიერთი დაავადება აქვს რაღაცა საერთო გამოვლენის გარეგანი ნიშნები და ეგ ჩვეულებრივი რაღაც არის რა. გაქვს კიდე სლაიდები? სულ ეგ არის? ოკეი. ნამდვილი სული. ხო, კარგი, რავი. შეგვიძლია დისკუსიის ფორმატში. რამდენი ხანია ნეტა ლაივში ვართ? ხო, შეგვიძლია
ცოტა ხანი კიდე განვიხილოთ. ხო, თქვენ ხო არა გაქვთ შეკითხვები, რომ თქვენს ჩაერთოთ თან თუ რამე მოსაზრებები გაქვთ? საბოლოო ჯამში როგორ არის? იცი რომ ეს ტექსტი მართლაც ამ ტექსტიდან ბევრი რაღაც გასაგები არის და ეს ტექსტი არის მე რაღაცა ლოგიკური გასაღები იმისა, რასაც შემდგომ ანვითარებს. მანახე რაღაც ადგილს. სანახევროდ არ მაქვს, ანუ სრულად არ მაქვს ამობეჭდელი ძილის ჩათვლით მაქვს. ამობეჭდელი. ხო, ეს ნახე როგორი ის აქვს მაგალითად არაცნობიერის მუშაობა. აი მაგალითად ეს ფროიდთანაც ახლოს არის რაღაც გაგებით ჩემი აზრით. ეს არის მაგალითად სიზმარში ესე იგი ასე ხდება რომ ძილში გაგონილს რაღაც სულ სხვა კავშირში ვათავსებთ ხოლმე, ვიდრე მას სინამდვილეში აქვს. მაგალითად კარის ჭრაჭუნს თუ მოვიგონებთ, გასროლა გონია და სიზმრად ყაჩაღების თავდასხმას ვხედავთ. ანუ ეს რას ნიშნავს? ნახეთ, სიზმარი ხო ანუ სიზმარი რო ჩვეულებრივი აღქმების ასე ვთქვათ, ერთობლიობა არის. ანუ შენ რაღაცა განიცადე, რაღაცა სურვილის რეალიზაცია ვერ მოახერხე, იქ რაღაც გაიგონე და ამის რაღაც სინთეზი, ანუ არაფრიდან მოსული კი არ არის, არამედ განსაზღვრული რაღაცებიდან არის მოსული. ესე იგი, ხო, გასროლა გონია და სიზმრად ყაჩაღების თავდასხმას ვხედავთ. ანუ ნახეთ იმ ხმას რო იგებ მე თვითონ სიზმარში შენ თვითონ უკავშირებ იმას ყაჩაღებს და ყაჩაღები ჩდებიან. ანუ ეგეთი ეს არის თავდასხმას ვხედავ. ხოლო თუ ძილში მკერდზე რაღაცა გვეხება, ამას ალპს ან ჭინკას ვაბრალებთ. ხო ეს არ ვიცი. ამგვარი ყალბი წარმოდგენების გაჩენა ძილში იმიტომაა შესაძლებელი, რომ ამ მდგომარეობაში გონი აღარა ის თავისთვის მყოფი მთელი ტოტალობა, რომელსაც იგი ღვიძილისას ატარებს, თავის ყველა შეგრძნებას, ჭრეტას და წარმოდგენას, რათა ცალკეულ შეგრძნებათა, ჭრეტათა და წარმოდგენათა დამთხევა და უმთხევლობის მიხედვით ამ თავისთავად მყოფ მთელთან ამოიცნოს ხსენებული შინაარსის ობიექტურობა, არაობიექტურობა. ანუ რაზე არის საუბარი, რომ ძილისა და ღვიძლის განსხვავება, უпростоრად სიზმარს რო ხედავ, ეგ დამოკიდებულია განსჯის სუნარზე. იმიტომ რომ განსჯა ყველაფერს აწესრიგებს მიზეზშედეგობრიობაში და უკვე რაღაც არაორდინალურს რო ხედავ სიზმარში, ის არ ღვევს მთლიან ჰარმონიას და ამიტომ გეჩვენება უცნაურად. რომ მაგალითად თუ დავუშვათ ვიღაცა დაფრინავს ან რაღაც ესეთ ადამიანს ხედავ, მაშინ ამით ირღვევა თქვათ ფიზიკის კანონებიც, ირღვევა ისტორიაც, იმიტომ რომ ნიუტონის რაღაცა და ირღვევა საერთოდ ყველაფერი რა. და ანუ ეგ მომენტი არის, ეგ გაჩენს ანუ მასეთ შეგრძნებას, ან დავუშვათ გარდაცვლის თუ ხედავ, ანუ ქრონოლოგიურად უკვე ეს ბევრ ფაქტს ცვლის და მთლიანად რაღაცა ალტერნატიულ რეალობას აჩენს. და ეს არის ანუ განსხვავება. და ამაზე ეს კანტს აქვს, ეგ განსხვავება ეგილმა კანტისგან ამოიღო, რით განსხვავდება, ანუ ძილი და ღვიძლი? ხო, პროლეგომენებში აქვს. მართალია ადამიანს ღვიძლში შეუძლია სრულებით ცარიელ სუბიექტურ წარმოდგენათა ფუჭ მდინარეს ახვეს, მაგრამ თუ განსჯის უნარი არ დაუკარგავს, მან ამავე დროს იცის, რომ ეს წარმოდგენები მხოლოდ წარმოდგენებია, რადგან ისინი მის აქ და მოცემულ მთელობასთან წინააღმდეგობაში არიან. ეს როცა ღვიძავს, მაშინ შეუძლია რა, რაღაც თუ ფანტაზიორობს მღვიძარე. არაცნობიერი როგორ არ არსებობდა. არა, როგორ არ არსებობს, არაცნობიერი ეს ჩვეულებრივად არსებობს, უბრალოდ ცოტა განსხვავებულ რაღაცას გულისხმობს
ფროიდთან არაცნობიერმა უცოტა განსხვავებული შინაარსი შეიძინა, თორე არაცნობიერი როგორ არსებობს. ანუ ჰეგელი არაცნობიერზე რო ლაპარაკობს, ანუ ესეც არაცნობიერი არის. ანუ ის რომ შენ რაღაცა ხმა ჩაგესმის, ან ის რასაც ქვია ჩვევის ჩამოყალიბება და ეს მოქმედება არის ჰეგელის გაგებით არაცნობიერი. უბრალოდ ფროიდთან არაცნობიერი იძენს სხვა დატვირთვას, რა სხვა მნიშვნელობებს იძენს, თორე ჰეგელთან არაცნობიერი რას ნიშნავს? იცი რომ შენ რო რაღაცას სწავლობ, ის პროცესები გადადის არაცნობიერად. და ანუ ახლა მე იმ ადგილს ვუყურებდი რომ აი მაგალითად ნახე, მაგრამ სიზმარში მაინც ზოგჯერ განჭრეთ ხოლმე ისეთ რამეს, რასაც მღვიძარე ცნობიერების დაბნეულობაში ვერ ვამჩნევთ. ასე შესაძლებელია რომ დამძიმებულმა სისხლმა ადამიანში ისეთი ცნეულებების ხელშესახები გრძნობა აღწრას, რომელიც ღვიძლში ჯერ არ შეუნიშნავს. ეს არა. ასევე შესაძლებელია მღვივარე საგნის სუნმა ხანძარი დაგვასიზმროს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდება სინამდვილეში. ანუ თქვათ რაღაცა იწვის ყურადღებას არ აქცევ, ჩვენ დაგესიზმრა, ანუ გადაგავიწყდა რომ ყურადღება მიაქციო, სიზმარში დაგესიზმრა რომ სახლი იწვის, მერე მართლა იწვის სახლი, მაგრამ რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდება სინამდვილეში და რომლის წინასწარ ნიშნებსაც ღვიძლში ყურადღება არ მივაქციეთ. ანუ სიზმარში მაგითო შემოვიდა, მაგრამ ხო ესეც არ არის, ანუ ამ შემთხვევაში მაგის მაგალითი, მაგრამ ის არის, ასე ვთქვათ, ყველა პროცესი და ჩვევის, აი ჩვენ რო მან გონდა ანუ ჩვევაზე რო საუბრობთ, ჩვევის უმაღლესი ფორმა არის, როცა ის გადადის არაცნობიერად, ანუ შენ აღარ ფიქრობ რომ უკრავ, აღარ ფიქრობ, ვთქვათ, რაღაცა პროცესებზე და ეგ გაძლევს საშუალებას, რომ წერის დროს იფიქრო შინაარსზე და არა იმაზე თითები როგორ მოძრაობს. დაკვრის დროსაც ალბათ, ხო? ხო, არა ტექნიკაზე თუ რავი რაც ქვია მაგას, არამედ არ ვიცი, ნოტებზე თუ რავი როგორც ხსავ და აკეთებ. კი, და თვითონ აი ეს კავშირები, ანუ ისიც რომ მაგალითად თქვათ ის რომ შენ რასაც ხედავ და რასაც რა აზრებიც მოგდის, ისიც რომ დეტერმინირებული არის აბსოლუტურად, ესეც არის ჰეგელთან. უბრალოდ ფროიდმა მე ამას სხვა დატვირთვა შეძინა და სხვა რაღაცას დააკავშირა, თორე ეს არაცნობიერი, ანუ იგივე იოგაშიც, ბუდიზმშიც და ანუ ყველგან არის.